გამარჯობა თქვენ უყურებთ ქრონიკას ხრის ნახევარზე დღის მნიშვნელოვან სიახლეებს განსახუროშვილი გაგაცნობთ. დღეს რუსთავის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გადაცემა ეტალონის წამყვანი გოჩა ტყეშალაშვილი შეხვდა. სამედიცინო დაწესებულებების სალიცენზიო პირობებს ახალი პუნქტი დაემატა. თმანიში ხორბლის გადამამუშავებელი მცირე ტიპის ქარხანა გაიხსნა. ქარხანაში ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივი პროდუქცია იწარმოება. საწარმოში ორი სახეობის ფქვილი და ქატო მუშავდება. დასაწყისისთვის კი პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მცირე ტიპის წისქვილში დღის განმავლობაში 7-დან 8 ტონამდე ხორბალი იფქვება. რაზეც ამ ეტაპზე 10 ადგილობრივი კადრია დასაქმებული. ობიექტი ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირადად დაათვალიერეს და ადგილობრივ მეწარმეს წარმოების გაზრდაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. ხალხს აქედან უხდებოდა ბოლნისის რაიონში წაღება ხორბლის და იქ დამუშავება. ეხლა უკვე იმის გამო რომ აქაურმა მოსახლეობამ ნახა რომ აქ უკვე არის წისქვილი, უკვე წელს ხორბლებიც დაითესა და ასე რომ იცით ეს ყველაფერი არის, აი პროგრესი არის ძალიან ისეთი საინტერესო რამ, რომელიც ერთმანეთზე აუცილებლად მიბმული. ანუ ერთი იწევს მეორის განვითარებას და ფიქრობ რომ ეს არის პროცესი, რომელიც არის აბსოლუტურად წინ მიმავალი. ეს არის შეუქცევადი პროცესები. ორი კვირაა რაც დაიწყო საწარმო ფუნქციონირება, ვაწარმოებთ ფქვილს და საკვებს საქონლისთვის კორბას. არის დაპირება, გაფართოებას ვაპირებთ, რომ სახელმწიფო შეგვიძლია დახმარებას. ალბათ დაგვეხმარებიან. დღეს რუსთავის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გადაცემა ეტალონის წამყვანი გოჩა ტყეშალაშვილი შეხვდა. შეხვედრა მიზნად ქვეყანაში სოციალური საგანმანათლებლო ფონის გაუმჯობესებას, წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლე ახალგაზრდების მოტივირებასა და პედაგოგების წახალისებას ისახავდა. შეხვედრას ქალაქის პირველი პირი დავით ჯიქია და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს გადაცემის წამყვანმა აქტიურ მონაწილეებს ეტალონის კითხვების კრებული გადასცა. ჩვენ დროს რო ყოფილიყო ეტალონი, ალბათ ჩვენი თაობაც შედარებით უფრო მოქნილი იქნებოდა. ასე რომ მე კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ რუსთაველი ბავშვებს. ჩვენ გვაქვს იმის ბაზა ყველანაირი, რომ თამამად ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კონტინგენტი განათლებისა რუსთავიდან მოდის. ტრადიციულად მიმაჩნია, რომ რუსთავი არა მარტო ძველებურად მეტალურგების ქალაქი, არამედ განათლებული მომავალი თაობის ქალაქია. ამიტომ შეხვედრა შედგა საკმაოდ საინტერესოდ და გამეხარდა, რომ დღეს აქ ამ დარბაზში იყვნენ ადამიანები, რომლებიც არა მარტო საკუთარ თავს, ოჯახს და თუნდაც ქალაქს გამოადგენენ, არამედ გამოადგენენ მთელ ქვეყანას. ეტალონი არის არსებულ პროექტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ემსახურება ნიჭიერი თაობის წარმოჩენას, მათ წახალისებას და ვთვლი, რომ სკოლა მილენიუმ და მილენის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტში, მიიღებენ მონაწილეობას და წარმატებასაც მიაღწევენ. სამედიცინო დაწესებულებების სალიცენზიო პირობებს ახალი პუნქტი დაემატა. კლინიკებს ეზოების მოწესრიგება და აუცილებელი სანიტარული პირობების დაცვა დაევალათ. როგორ ხვდებიან ახალ ინიციატივას რუსთავში და ხდება თუ არა ქალაქში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ეზოებში სანიტარული ნორმების დაცვა, ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციებთან ბრძოლის მიზნით სპეციალურად შემუშავებული კითხვარების მიხედვით მონიტორინგის პროცესი დღეიდან დაიწყო. მონიტორინგის დასრულების შემდეგ რეკომენდაციების გასათვალისწინებლად კლინიკებს ერთი თვის ვადა მიეცემათ. ახალი რეგულაციის მიხედვით კლინიკების ხელმძღვანელები ვალდებულები არიან დაწესებულების მფლობელობაში არსებული ეზო სანიტარულ ნორმებში მოაქციონ. ჩვენ სამინისტრო აგრძელებს ინფექციებთან ბრძოლას. აგრძელებს ინფექციების კონტროლის მიმართულების სხვადასხვა ღონისძიებებს, ისევე როგორც სტომატოლოგიურ კლინიკებში, აქაც მივდივართ გარკვეული კითხვარებით და ჩეკლისტებით. ვაფასებთ მდგომარეობას, თუ რა მდგომარეობა არის ეზოებში და ვაძლევთ ერთი თვის ვადას იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა გამოასწორონ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ რეგულაციას დადებითად აფასებენ რუსთავში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები. როგორც კლინიკებში აცხადებენ, ინფექციების გავრცელების ერთ-ერთი წყარო სწორედ რომ ეზოებსა და ქუჩებში დაყრილი ნაგავია. ძალიან კარგი ინიციატივა არის, აქ აუცილებელი არის ზომების მიღება, სხვანაირად ამას არაფერი არ ეშველება, უნდა გამოიჩინონ თავად ხელმძღვანელობამ და ადმინისტრაციამ ამ დაწესებულებების, რომ მიმდებარე ტერიტორიები იყოს სრულ წესრიგში და დასუფთავებული. ჩვენს დაწესებულებაში ამას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, ჩვენ გვყავს სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომელთა შტატი, რომლებიც ალაგებენ და ყოველდღიურად ასუფთავებენ ეზოს. საკვებ ნარჩენებს გვიტოვებენ, რომ ელოდებიან თავიანთ პაციენტებს.
მოსახლეობის დონეც უნდა ამაღლდეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად წინა მოსახლეობა გვიყრის ნაგავს ეზოში ხდება ჩვენგან მე მისი დასუფთავება. იმ შემთხვევაში თუ სამედიცინო დაწესებულებების ალიცენზიო პირობებით გათვალისწინებულ რეგულაციებს დაარღვევენ, დაჯარიმდებიან. სანქციის ოდენობას კი სასამართლო განსაზღვრავს. რუსთავის პირველი დიაგნოსტიკური ცენტრის ადმინისტრაცია 14 თებერვალს ჩატარებულ უფასო სამედიცინო აქციას აფასებს. ქეთევან ტყეშალაშვილის განცხადებით აქცია წარმატებით განხორციელდა, რომლის შედეგადაც ერთ დღეში დაახლოებით 60-მდე რუსთაველ პედაგოგს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია. პაციენტების უმეტესობა დიაგნოსტიკურ ცენტრში ძირითადად გინეკოლოგიურ, კარდიოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ კაბინეტებს აკითხავდნენ. აქცია კლინიკა N-Medicine-ის რუსთავის პირველ დიაგნოსტიკური ცენტრის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით მოეწყო. აქციაში მონაწილეობდნენ დაახლოებით 10-მდე ვიწრო სპეციალისტი, დატვირთული იყო თითქმის ყველა კაბინეტი, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი გინეკოლოგიურ, კარდიოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ კაბინეტებს, სადაც პაციენტებს უწევდნენ მომსახურებას აღნიშნული სპეციალისტები. ასევე დიდი მოთხოვნა იყო ეხოკარდიოსკოპიურ კვლევებზე. რუსთავის გიგალ ორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში ლექცია ოჯახი და საზოგადოება გაიმართა. ლექციას, რომელიც რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზის ინიციატივით მოეწყო, რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე უძღვებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თეატრში სემინარზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ეკლესიის მისია სრულად განათლებს ერი. ჭეშმარიტება აზიაროს თითოეული ადამიანი და ამისის მრავალი საშუალება არსებობს. არის ტაძარში ქადაგება, არის ქველმოქმედება, არის ოჯახების დალოცვა კურთხევა და არის ესეც საზოგადოებასთან შეხვედრა, რომელსაც ჩვენ მზათა ვართ ღიად ვისაუბროთ იმ საჭიროებათა საკითხებზე, რომელიც ერს აწუხებს და ამ პრობლემებს, რომელიც ერის წინაშე დგას. სოლიდარობა უკრაინას ამ სახელწოდების ვიდეო კონფერენცია გამართა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა თაობამ. ღონისძიებას, რომელიც უკრაინის კვირეულის ფარგლებში მოეწყო, სტუდენტები და მაღალი კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. ინტერნეტ ხიდის მეშვეობით კონფერენციაში ასევე ჩაერთნენ უკრაინელი ახალგაზრდებიც. მათ ქართულ თანატოლებს ადგილზე მიმდინარე ვითარება დეტალურად გააცნეს. 14-დან 20 თებერვალამდე ახალგაზრდა თაობა და ლაზარე ერთობლივად ვატარებ უკრაინის კვირეულს საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში იქნება გამოფენა. ეს ღონისძიება ეძღვნება ასევე მაიდნის წლის თავს და ნებესმიერ სოტნეს დაღუპული გმირების ხსოვნას. გვაქვს ჩვენეული ხედვები, შეფასებები უკრაინაში არსებულ პროცესებზე, მის კავშირს, ირიბ თუ პირდაპირ კავშირს საქართველოს შესახებ და გამოვთქვამ ჩვენს ასე ვთქვათ გულის ტკივილს ან გარკვეულ პროგნოზებს, როგორ შეიძლება განვითარდეს აღნიშნული პროცესები. საფეხბურთო სეზონი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მატჩებით გაიხსნა. მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას რუსთავის მეტალურგმა საკუთარ მოედანზე საჩხერის ჩიხურასთან გამართა. თამაში ფრედ 0-0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ მეტალურგმა სეზონს დასუსტებული შემადგენლობით განაახლა. ახალგაზრდული გუნდი არის, თანაც მომზადების თვალსაზრისით ჩვენ ადგილზე ვემზადებოდი და ფაქტიურად გუნდი მოუმზადებელი არის, ერთჯერადი ვარჯიშების გარდა ჩვენ არაფერი ჩაგვიტარებია. საჩხერე საკმაოდ ძლიერი გუნდი არის, მე ვთვლი, რომ ჩვენ ღირსეულად ვითამაშეთ. ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო, რა თქმა უნდა, ფავორიტი საჩხერეში ჩიხურა იქნება, თუმცა ჩვენ როგორც ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ ნებისმიერი თამაშის მოსაგებად. მგონია გავლენა იქონია იმან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ადვილი თამაში მოსაგები არ იქნებოდა, იქონია იმან, რომ აი პრესაშიც თქვა იწერებოდა, რომ თქვა ადვილად მოვიგებდით, ეგონათ ბიჭებსაც რომ ადვილად მოვიგებდით და მე ვფიქრობ, რომ მეორე თამაში გამოგვასწორებთ ყველაფერს. ქრონიკაში რეკლამის დროა გამოშვებას რამდენიმე წუთში დღის სხვა სიახლეებით განვაგრძობ დაგველოდეთ. ვოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირას-სანიშის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. ვრცლად რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. განვაგრძობთ გამოშვებას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირასანიშის სარწყავის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ 7 სოფლის 3000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მორწყვა გახდება შესაძლებელი. იმირასანის სარწყავ სისტემაზე ბოლო 10 წლების განმავლობაში თითქმის არც ერთი სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოები არ განხორციელებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე წლის ბოლომდე დასრულდება. ადგილზე 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული. საკმაოდ დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს სამუშაოები და რაც თავარია ძალიან მაღალი ხარისხით და ჩვენ იმედი გვაქვს რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ 3300 ჰექტარი უზრუნველყოფილი იქნება და რაც წლის სეზონში უკვე მოგცემს საშუალებას რომ მოსახლეობამ თავისი კულტურები შესაბამისად მორწყვა. სარწყავ სისტემაზე უკანასკნელი 10 წლების განმავლობაში არ განხორციელებულა თითქმის არც ერთი სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოები. მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამეურნეო კომპანიის მიერ, ითვალისწინებს მთელ რიგ ჰიდროსაინჟინრო სამუშაოებს. სამუშაოების ღირებულება არის 3.3 მილიონი ლარი, დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის დეკემბერში. ჟღერს ქვის ჰარმონიამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საქალაქო ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის მკითხველებმა საქართველოში არსებული ეკლესია, მონასტრებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების ისტორია კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დამსწრეს საზოგადოებას გალობის ფონზე წარუდგინეს. წარმოაჩინეს საქართველოს ისტორიული ძეგლები. ძალიან ლამაზი ღონისძიება იყო, ეს ღონისძიება ჩატარდა გალობის ფონზე. დამსწრეს საზოგადოება კმაყოფილი დარჩა. ბავშვებმა ეს ინიციატივით მოხდა ამ ყველაფრის ღონისძიების ჩატარება, რომ მათმა შემოგთავაზეს ეს თემა, კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა, აგვეხსნა თუ რატომ უნდა იყოს ეს ტაძრები ნახსენები და რატომ უნდა საიდან წარმოიშვა ეს ქრისტიანობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც რეგიონში არსებული ვითარება, საგარეო პოლიტიკის გამოწვევების შიდა და საგარეო საფრთხეები განიხილეს. სხდომას, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა, ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქვეითთა მომზადების ცენტრის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციას დღეს თავდაცვის სამინისტრო უმასპინძლა შეხვედრის დასაწყისში ქართულმა მხარემ გერმანელ გენერალ საქართველოს სერჟანტთა მომზადების ცენტრისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ყურადღება ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. გერმანელ სტუმრებთან საუბრის ერთ-ერთი თემა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა იყო. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი არის ჩვენი გერმანელი კოლეგების, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გერმანელები დაგვეხმარენ ჩვენ თავის დროზე ჩვენი სერჟანტთა სკოლის ჩამოყალიბებაში, ასევე ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ქართულ-გერმანულ სამხედრო თანამშრომლობა. გამოშვებას რეკლამის შემდეგ უცხოეთის სიახლეებით განვაგრძობთ, დაგველოდეთ. რაც შეეხება უცხოეთის სიახლეებს. უკრაინის ქალაქ დებალცევოში ბოევიკებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 7 ადამიანი. მათივე ცნობით პრორუსი მებრძოლები საცხოვრებელი სახლების დაბომბვას აგრძელებენ. სეპარატისტები მშვიდობიან მოქალაქეებს თავს ესხმიან მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ყველა მსგავს ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში გაემგზავრა. 2014 წლის განმავლობაში ავღანეთში თავდასხმების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი გასულ წლებთან შედარებით 22%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებს გაერო აქვეყნებს ორგანიზაციის კვლევის მიხედვით 2014 წლის განმავლობაში სულ ავღანეთში 3699 ადამიანი დაიღუპა. მშვიდობიან მოქალაქეთა დიდი ნაწილი თალიბანსა და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლაში ეწირა. ვიდრე გზებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობებს გააქტიურებს.
18 ადამიანი დაიღუპა ჰაიტიზე კარნავალის დროს გავრცელებული ცნობით სცენა, სადაც ღონისძიებები მიმდინარეობდა, ელექტროგადამცემი ხაზი დაეცა, რის გამოც სცენაზე ცეცხლი გაჩნდა, 7 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. რამდენიმე ადამიანმა მძიმე დამწვრობა მიიღო და ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ჰაიტიზე ამ დროს ყოველწლიურად იმართება სამდღიანი კარნავალი, რომელიც ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავს. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია, არიან თუ არა დაღუპულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. 16 ადამიანი დაიღუპა მექსიკაში ავარიის შედეგად, ერთმანეთს სატვირთო მატარებელი და ავტობუსი შეეჯახა. ავარია შეერთებული შტატების საზღვართან მოხდა, დაშავდა 30 ადამიანი. ადგილობრივი პოლიციის ცნობით შესაძლოა დაღუპულთა რიცხვიც გაიზარდოს. და ტრადიციულად გამოშვების ბოლოს გავიგოთ თუ როგორ ამით ვარაუდობენ სინოპტიკოსები ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკა დღისით +2, ღამით -3 გრადუსი, თეთრი წყარო დღისით +3, ღამით -2 გრადუსი იქნება მოსალოდნელი, დმანისი დღისით +0, ღამით -7, ბოლნისი დღისით 6, ღამით 0 გრადუსი. რაც შეეხება მარნეულს, დღისით 6 გრადუსამდე გათბება ტემპერატურა, ღამით +1, თბილისი 6, ღამით -1. გარდაბანი დღისით +7, ღამით +1 გრადუსი იქნება, რუსთავში დღისით +7, ღამით +1. მე შეგახსენებთ, რომ გამოშვების ბოლოს ზუსტად 21 საათსა და 30 წუთზე გადაცემა სტუდია 4 დაიწყება, სადაც ავტომობილების ტექნათვალიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ, ასე რომ დარჩით ჩვენს არხზე.